Რაღაცა ახალი უერთდება აშშ-სა და საუდის არაბეთის დარტყმებს, რადგან ჰუსიტები თავს ესხმიან საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი სწორად აკისრებენ ირანს პასუხისმგებლობას ამ ესკალაციისთვის და პირდაპირ ირანის შიგნით ახორციელებენ თავდასხმებს. ამიტომ პირველად შეერთებულ შტატებს ამ ომში კიდევ ერთი პარტნიორი ხავდა, საუდის არაბეთი. ეს არ არის ისრაელი. და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არსებობს ის შეკავების ძალა, რომელიც ისრაელმა შეძლო დაემყარებინა, როდესაც აჩვენებ იმ ძალას, რაც ისრაელმა ამ ომის განმავლობაში აჩვენა, ირანს ამ ეტაპზე არ სურს ისრაელთან ბრძოლა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს თქვა, მან თქვა, თუ ბრძოლას დაუბრუნდებით, იმას ვერ მიიღებთ, რაც წინა ჯერზე მიიღეთ და ისრაელმა აჩვენა, რომ ბევრად მეც გააკეთებს. ასე რომ ხედავთ, ირანი მზადაა შეამოწმოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ აქ ერთსა და იმავე ციკლში ვართ, ერთსა და იმავეს ისევ და ისევ ვიმეორებთ. იცით, თქვენ მუდმივად ისმენთ პრეზიდენტისგან, მას შემდეგ რაც თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, უბრალოდ აკვირდებიან, როგორ არ ასრულებენ ირანელები თავიანთ ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, არ აძლევენ თავისუფალ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში. შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, კარგი, ამჯერად შევალთ და სერიოზულად შევალთ. და მერე მხოლოდ მცირედით ერევა. ხომასეა, ირანელები მიხვდებიან ამას და ამ ეტაპზე მათ ტრამპის მოლაპარაკების სტილი ბევრად უკეთ ესმით, ვიდრე ჩემი აზრით ტრამპს ესმის მათი მოლაპარაკების სტილი. და მათ სურთ დარჩნენ ამ ციკლში, რადგან ფიქრობენ, რომ ეს პრეზიდენტის დამცირებაა. და დიდწილად ვფიქრობ ასეც არის. ეხლა ნიშნავს ეს იმას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ერთ მომენტში მოთმინება არ დაეკარგება? ჯერა რომ ერთ მომენტში პრეზიდენტს მოთმინება დაეკარგება, რაც ნიშნავს, რომ მასშტაბურ ოპერაციაზე დაბრუნება გარდაუვალია. კითხვა მხოლოდ ისაა, როდის მოხდება ეს.